იხაროდნენ მარიამ, რომელმა შენ ღმერთი ჩვენი ლოცვა შენი აღვიდა ის წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქნა. ამ იერიდან დაუტევ სოთორსა ნეტარო და ზეცასა ახლა. იხაროდე მიმადლებულო უფალი შენთანა, კურთხეულთა შენ დედათა შორის. უფალს მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რამე თუ ის ზრუნავს თქვენზე. უფლისადმინდობა, საკუთარი გულისა და ცხოვრების სრულიად მის ხელში ჩაბარებაა. ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცდილობს ყველაფერი საკუთარ ძალაზე ააგოს, საკუთარ გონებაზე, გამოცდილებაზე, ძალაცას თუ შესაძლებლობებზე, მაგრამ წმინდა წერილი გვასწავლის. ყოველი კაცი და ყოველი სრული ნიჭი ზეცით არს, გარდო მომავალი შენ მიერ ნათლისაგან მამისა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი საქმიანობა, სუნთქვას კი, დღევანდელი დღე და მომავალი მხოლოდ ღვთის ნაჩუქარია. უფალი თავის წმინდა ბაგით გვამცნობს მართალი სარწმუნოებითაც ხონდეთ. წმენა კი მხოლოდ გონებრივი შეხედულება არ არის, არამედ ბოლომდე მინდობაა საკუთარი ცხოვრების გადაცემაა ღვთის ხელში, ხას უსვამ ბოლომდე და არა სათავისოდ ან ნაწილობრივ. მე ვარ პური ცხოველი, რომელიც ერთის გარდა მოვხდე, რამე თუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოვხდეა, არამედ ხონდეს უკუნისამდე და პური, რომელიც მე მივცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივცე ცხოვრებისათვის სოფლისა და რომელიც ჭამდეს, ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგომილ არს და მე მისთანა. ზიარების საიდუმლოშიც იგივე ხდება. არა მღვდელი, არამედ თავად ქრისტე გვაზიარებს მღვდლის ხელითა და თავისი წმინდა სხეულითა და სისხლით. საიდუმლო ლოცვაში ვკითხულობ, რამე თუ შენ ხარ შეწირული, შემწირველი, შემწყნარებელი და მიმცემელი ქრისტე ღმერთო ჩვენ. ანუ რას ნიშნავს ეს? ღმერთს მივმართავ, რომ შენ იღებს ყველს. შენ მიერ ვარ სისხლით გამოხსნილი და გამოსყიდული, შენ გვაზიარებ, შენ გვანიჭებ სიხარულსა ზეციურ ნიჭებსა და ზიარების მას ყოველივე ქრისტეშია. სიყვარული საქმეებში და წმენაში გამოიხატება. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თუ ღმერთი გიყვარს და ის მკვიდრობს შენში, მაშინ ვერაფერი ზიანი მოგივა. უნდა სათასგვარი განსასწრელი შეგემწყავს, რამდა ყოველივე სასიკათოდ მოგეცემა ღვთისაგან. შევთხოვოთ უფალს, რომ მოგცეს მადლი და ძალა ბოლომდე და უპირობო მინდობისა. აგვიხილოს სულიერი თვალი, რათა ყოველივეში მის ხელს ხედავდეთ და ყოველი ნაბიჯ წმენით გადავდოთ. დავიყოთ მტკიცე იმაში, რომ გავიაზროთ, უფალია ჩვენი მწყემსი და არაფერი მოგაკლდება. და რომ თუ უფალს მიენდობი შვიდად ვარ, რადგან ვიცით, რომ უფალმა ყველაზე კარგად იცის რა არის ჩვენთვის და ჩვენი სულისათვის უმჯობესი. სწორედ ასეთ მინდობასა შეყვარებას გისურვებთ ჩვენი თბილი იესო ქრისტესის და თბილი დედა ღვთისმშობლის მიმართ, რათა ერთობით, ერთი და გულითა და ერთი და სულითა მარაჯამს ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, აზ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.